გამარჯობა, როგორ ხართ? მეტყობა ხომ რომ მოწყენილი ვარ. არა და თითქოს პირიქით, მაგრად უნდა ვიყო. გახსოვთ ხო, ქეთისგან რა მესიჯი მომივიდა, მიყვარხარ. ფიქრობდი ამაზე მაგარი რაღა უნდა მოხდეს თქო და ეგრევე ქეთისთან გავარდი. თუმცა იქ მისულ საშინელი ამბავი დამხვდა. ხო და შენი მესიჯი ნახე, აი მიყვარხარო? მოგიწერია. ხო. მომისმინე ქეთი. იცი, როგორც კი ნახე, მაშინვე გამოვიქეცი. მინდა რომ იცოდე, თუ შევრიგდებით ახლა, ყველაფერში გამოსწორდები. დამიჯერე რა. ხო იცი, მეც უზომოდ მიყვარხარ. ზურა, ერთი წუთი. კაი, დაჯექი. რა მოვიცადო, მიყვარხარო და რაღაცა ვიცადოთ. შემეშალა. რა? აი შემეშალა სხვასთან წერდი და შენთან გამოგზავნო და. რა? ხო, აი ლევან თოდუას წერდი და რაღაცას დამეჭირა და შენთან გამოიგზავნა. ლევან თოდუას ხო? ხო და აი ესე იყო. ქეთი ეს ამბავი მითხრა და იმის მერე მოვიწყინე. ეხლა წავედი სახლში უნდა დავბრუნდე და ნიკას უნდა ვეჩხუბო. რატომ? იმიტომ რომ ცუთხასიაძე ვარ და აბარა გავაკეთო. ცოდი რომ მოვდიოდი, რატო ქონდა ჩაკეტილი და რატო გამიგე ესე გვიანი? ბანაობდი ზურა და არ მესმოდა რა. ნიკა, ეხლა არ მითხრა რომ კიდე გოგო ყავდა აქ ამოყვანილი. არა, ზურა, არა, გოგო არ მყოლია ამოყვანილი, არ მყოლია. არა. ნიკა, არ მყოლია, ანუ ეხლაც აქა. ნინი ზურა, кайცანი ნინი. შენი კაცი, რა მეგონი უკვე? რაიმე გავაუსილებოთ. ანდი რანიკა რა. ეხლა უკვე მყავდა. აი ხო ბოდიში რა, აი ხო. რა უკეთი მე? მაგაზე ქეთიზე არ დამელაპარაკო. აი. ანუ ქეთიზე არ დამელაპარაკო მეთქი. მოკლედ ქეთიმ რომ მომწერა მიყვარხარო? მეთქი შანსები ისევე მაქვს მეთქი. მაგრამ მე რომ მითხრა რომ შენთან კი არა ლევან თოდუასთან ვაგზავნი და შემთხვევით შენთან გამომეგზავნაო, მანც ნუ გადავირი. არა, ხვდები ეს რას ნიშნავს? ხვდები რას ნიშნავს? იზრო, კი ხვდები ეს ნიშნავს რომ ტელეფონის კონტაქტებში ხო ლ და ზ შორის არ ყავს არავინ ქეთის. არა, შენთან ლაპარაკი საერთოდ არ შეიძლება რა. არა და იმ იმედით გითხარი რომ მეთქი დავეხმარება თქო. ქეთისთანაც ესე მოხდა. იმ იმედით მივედი რომ მეთქი უყვარ ვარ. მაგრამ მე რომ მითხრა რომ შენ კი არა ლევან თოდუას წერდიო, მოკლედ რა. მე შენს ვერ უთხარი ზურა რომ შენთან კი არა მამა შენთან ამოვედი შესარიგებლად თქო. ანუ არაფერი არ გითხოვს ისე წამოხვედი. არაფერი არ მithავს. არა, ერთი რაღაცა მაინც გავაკეთე. არა, ვერ ვიჯერებ რა. ლევან თოდუაში შემეშალეო, გესმის? ეხლა გირსი არ არის რომ გოგოები ამოვიყვანო და მე უთხრა რომ იცი რა, ქეთიში შემეშალაო. მართალი ხარ ზურა, მართალი ხარ, ღირსია, მე ხან ინის მოვაბრუნე. კარგი, ნიკა. აი მე ქეთი მოვიდა. მოიცადეთ ამუნა.
კეთიმ რომ იცოდა მაიკოს ამბავი დაგიმალა, ამიტომ ეხლა ეგრევე არ გაუღო კარი. ცოტა აწუწუნე და აწვალე. დავითვალოთ 10-მდე. 1 2 3 4 აი მე არ წავიდეთ 5 6 7 8 9 გამარჯობა თამუნა. თქვენ კეთი ხო? ძალიან ბევრი ჩავიდინე და გადავწყვიტე რომ პატიება უნდა გთხოვო. მაინც არ გაპატიებ კეთი რა. მაგრამ თუ ესე ძალიან გინდა ამთხოვე. ო თამუნა ბოდიში რა. აი რბილად რო ვთქვათ, ჩემი საქციელი ძალიან ცუდი იყო. რბილად რატო უნდა ვთქვათ კეთი? კარგი, ძალიან ცუდად მოვიქეცი. თამუნას რომ მკითხო, ქეთის საქციელი ყველაზე მეტად აი ამას გავდა. თამოიცი მე შენ საჩუქარი მოგიტანე. აი რამე ისეთი მინდოდა მე ჩუქნა რაც მთელი ცხოვრება გექნებოდა, ნახე. ზეთი კეთი? რაში მჭირდება ზეთი? შემტეფებს არ ჭირდება ზეთი კეთი. ხოდა სწორედ მაგიტომ რომ არ ჭირდება მთელი ცხოვრება გექნება. აი მე დასაყვარელი ხარ. მადლობა. თამუნა აი შენ როგორ მაპატირა თუ გინდა სახლის საქმეში დაგეხმარები აი რაც გინდა დამავალი არაფერი არ მეზარება ხო? არა კეთი ხე შე რატო უნდა შეგაწუხო? მე ჩემი პატარა სათუთი ხელებით დავრეცხა მამ უამრავ ჭურჭელს რომელიც დილიდან დამიგროვდა ხე შე რატო უნდა შეგაწუხო? მე თან გავაკეთებ ყველაფერს. ვაიმე ფისო მოფსა და აი როგორ მოფსა აქ ფისო თამნა გეწყინა თუ გაგიხარდა აი მოვეფერო ხან ფისოს თუ მოვისროლო ფანჯრიდან მოწმინდე კეთი მოწმინდე მოკრა დრო უკვე რო დაივიწყო კეთი შეეშვა ფიქს დაუცნებებს რა გაშორდით უკვე ოფიციალურად მაგრამ ირკვევა რომ სხვა უყვარს თუ რა ვინ? თან ლევან თოდუა შეცვლება სხვა იპოვოს რა ახალი ურთიერთობა უნდა დაიწყო ერთღამიანი თუნდაც მე შენ ისეთ რაღაცებს გასწავლე რომ აი ნებისმიერ გოგო შეკერავ რა მართლა? აბა რა თუ ეგეთ რაღაცას მასწავლე ხო არ ჯობია რომ ჯერ ქეთის ზურა არა კარგი რა შუაში ქეთი ზურა თქო რა შუაშია ქეთი რა შუაში არსებობს რამოდენიმე ხერხი გოგოების შეკერვის ესე ვთქვათ მეთოდი უწოდოთ რომელიც მე შეიმუშავე და ჯერჯერობით ყველა ამართლებს მე შენ ახლა გასწავლე ერთ-ერთს რომელსაც ქვია მარტოხელა მამა ვარ არა ზურა შენ ხარ მარტოხელა დედის ყოფილი ქმარი აკუნა იყო მარტოხელა მამა ხო წარმოიდგინე რომ აი მაღაზიაში ხარ და ყიდულ პამპერსებს მაგრამ არ იცი როგორ ამოარჩიო ეს პამპერსი არა პამპერსის არჩევა ვიცი ზურა დაივიწყე არ იცი მივიწყებთ ხო კარგი და ვინმე გოგოს თხოვ დახმარებას რომ აღარ შევინოს თან უყვები შენ ისტორიას შენ ხარ მარტოხელა მამა როგორი რთულია ეს როგორი პასუხისმგებლობა არის რთული არის გოგოსაც მეუნება რაღაცა იკერება ამითი და დაევასები და ეგა ოღონდ ეგეთი სახე არ უნდა ქონდეს ზურა გაკრეჭილი არ უნდა ქონდეს დაღლელი მზე რა უნდა დაღლელი და მარტოხელა მამა ხარ მართან ამაყი კაცრავად ხო ვერ დამეხმარებით რომელი საფენი ჯობია? თქვენთვის გნებავთ? არა, ბავშვისთვის. კარგი, მაშინ 80 კილოდან ზემოთ არ დაგჭირდება. იცით, მარტოხელა მამა ვარ და ცოლი დამშორდა და ჯერ გამოუცდელი ვარ. გასაგებია, არ არის პრობლემა დაგეხმარებით. რამდენი საბავშვი? 2 წლის. 2 წელი. და ცოლმა როდის მიგატოვა? 3 წელია. სანამ გააჩენდა მანამდე? ხო. იცით, სანამ გააჩენდა მანამდე თქვა ბავშვზე უარი. იცით, თავის მუცელს ღიბს ეძახდა უფრო მეტიც. ისე არ უნდა ბავშვის მუცელი ტარება, რომ 7 თვიანი გააჩინა. ჩემო რა სისასტიკე. აბა, ესე ვსდი ეულად და მარტო. შენ თუ გმირობა გინდა, მაშინ არის მამუკასთან და გოგოები შეკრავენ მიზეხს ისრველებს. ხო, კარგი, მორჩი. გმირი მამა ხარ. როგორ
მოგხსნით, ბავშვს მარტო არ გიჭირთ. და სიმართლე გითხრათ, უკვე მივეჩვიე. ერთადერთი არის კვების პრობლემა. ჯერ პატარაა და ძუძუთი კვება ჭირდება და ხომ ვერ წამომყვებოდით, თან ბავშვს გამოყვებავდით, თან ბავშვის მამაც იქ იქნებოდა. ნიკა. რა გავაფუჭე ხა? რა ვთქვი ისეთი? რა? აუ რა სისულელეებს ბაზრობ. ფათაშორის ეს ფისო შენგან განსხვავებით მეუბნებოდა მაიას ამბავს რა. როგორ გეუბნებოდა? მიაუო. ანუ მაიო. მე რა ხა ფისოა, შეცდომა მოვიდა 1-2-აზო ვაპატიო. ეგრე. მეც გეუბნებოდი. თვალებით, მაგრამ შენ ვერ ხვდებოდი. შენი ახალი მეზობელი მაიკო, რომელიც მაშინ გაიცანი, როდესაც შენ და გიორგი იყავით წასულები ახალი ბინის საყიდლად, ის გოგოა, რომელთანაც შენმა ქმარმა 3 წლის წინ გიღალა და ეხა ამ ყველაფერს მოყევი თვალებით როგორ მეუბნებოდი. აი ესე. როგორ? აი. ხო, ნუ სხვანაირადაც გეუბნებოდი რა. თამნა მაიკოს გოგოა, ვისთანაც გიორგი მღიღალატა. რამე მითხარი ქეთ? არაფერი. აი. თამნა მაიკოს გოგოა, გიორგი ვისთანაც მღიღალატა. რამე მითხარი ქეთ? არა. როგორ დამიმალე ქეთი? როგორ დამიმალე? როგორ არ მითხარი ეგეთი ამბავი? ეგ იგივეა მე რო არ მეთქვა. შენთვის ზურას თავისი რედაქტორი ეპრანჭებოდა თქო. რა? არა, ზურას თავისი რედაქტორი ეპრანჭებოდა და შენ მე არაფერი არ მითხარი? ხო გითხარი, იგივეა თქო, ქეთ. თამნა, ამ ერთხელ მაპატია და გპირდები, რომ პირველს გეტყვი ყველაფერს შენ. მართლა? აი ხო, მართლა. ხო, კაი, შევთანხმდეთ, ხო, კაი. კარგი. იცი მე და გიორო შევრიგდით? ვიცი, ცეკვების სცენაზე რო წაუყვანი ხარ. და შენც ეგრევე შეურიგდი, ხო, გაგიჭდი, ხო, სიხარულის. კაი, ძალიან ეგრეც არ გამხარებია ახლა. რა მაგარი იყო. გახსოვს იმ დღეს თვალები რო ვიყავით და ზურას რომ მივწერე მესიჯი მიყვარხარ თქო. მერე? ხო და მე ზურა ჩემთან იყო მოსული თქო და დავიბენი და უთხარი რომ მაგ მესიჯს ლევან თოდუას ვწერდი თქო. შენ გაგიჟდი ხო? რა ლევან თოდუა ქეთი? მითხარი ხა რომ ზურა მართლა გიყვარს კიდე? არა რა ზურა მიყვარს. მაშინ თვალი ვიყავი და მაგიტომ მივწერე. რაც გავშორდით ყველაფერი დამთავრდა ჩვენ შორის. და საერთოდ რა სიყვარული ბავშვები ხო აღარ ვართ არა? მე ძალიან კარგად ვარ ჩემ გზნობებში გარკვეული. ეხა გაჩვენდი ქეთი ცოტა ხანი. აი ხა ერთი წუთი ეს დალია. ზურა გიყვარს? კი მე უთხარი ქეთ. აი როგორ უთხრა რა იქნება აღარ უყვარარ ან უყვარ ვარ და არაფერი არ გამოვიდეს როგორც ხდება ხო. კაი რა ქეთი სხვა რაღაცას გეუბნები მე. ზურას არ დაუმალო ეგ ამბავი იცოდე თორე ხმას არ გაგცემ არასოდეს რა. იქ იგივეა მე რომ მიმალავდი მაიკოს ამბავს ამიტომ უთხარი. კარგი რა. ჯერ უთხარი გავშორდეთ თქო. ეხლა რა უთხრა მიყვარხარ თქო იფიქრებს რომ გიჟი ვარ. მაინც გიჟი გონი ხარ და უთხარი. მოდი შევეშვა, დავივიწყოთ საერთოდ ის პამპერსები და მარტო ხელმომამები და რაღაცები დავიწყოთ. დავიწყოთ? ხო, არსებობს მეორე ხელფიც. მეორე? რა თქმა უნდა. რა? აი გოგოებს იცი როგორ ბიჭები მოწონთ, აი პრობლემები რო აქვს რაღაცები რა. პრობლემა მაქვს, პრობლემები მაქვს. ეგეთი პრობლემები კი არა. ისეთი რა, აი სროყვებიან რომ ვიღაცა ცემეს და ვიღაცა დაჭრეს და ისეთ მოძველ ბიჭო რა. ბაბულიკები. ბაბულიკები. აჰა, ხო. მანდაც მზერა სხვათა შორის. მზერა, როგორი? კაცრი. აი ვახჩემი თქვი? ვახჩემი. არა, ეგრე არა ზურა, ვახჩემი. ვახჩემი? ხოდა მეთქი ეგრე არ არის თქო რა. ეგრევე გავაძრე შპრიცი რა და შპრიცი ბიჭო სპიცი. ხო, სპიცი გავაძრე და ეგრევე კუნჩი რა, ერთი. სამჯერ რა.
ალო, პატრულია. არ გამომდის რა, არაფერი არ გამომდის რა, არც პაწაწუნები გამომდის, არც ბაბულიკები გამომდის, არაფერი არ გამომდის რა. ნუ გეშინე ზურო. ამშვიდი შე. ადექი. მოდიქი. ჩვენ ხა წავალთ ერთ ადგილას. ხო. ხო, აი სადაც უეჭველი ნახავიღაც გოგოს, აი უეჭველი გაიცი. რა მაგარია, წავიდეთ. მომისმინე, საფალები ხო არ გავიკეთე უფრო რაღაც ისეთი ტიპი. ზურა. ერთადერთი კარგი ნას გაგისა თვალები და მაგასაც მალავ ჯო. მოკლედ ზურა რა, აქაც თუ ვერ იპოვე ვერავინ, მე ამოყვები მაშინ სახში რა. დამშვიდი დაწყნარდი. დარწმუნებული ვარ რომ რამეს ვიზა. უბრალოდ არ ვიცი რომელი ავარჩივა, ეგ მიჭირს თორე. დანარჩენი მე თვითონაც მივხედავ. ავარჩიოთ ეხა რა. აუ, აი ეს ნახე რამ სიმაღლეა ბიჭო. ხოჩა რომელი უფრო მაღალი ქმარი რო ამოუდგა გვერდში თუ ორივეზე მაღალი ძაღლი. ხო, ეგ არ გვინდა. იმო შეხედე, ნახე, ზურგით რო დგას, შეხედე. ზურა ეგ ბიჭია. მაცალე რა ხო ხედავ გოგოების არჩევაც არ იცი. მე აგიჩვენი ეს რა. აი ზურა, აი ხედავ აი გოგოს. აი გარი შენი შანსი ხა მე მგონი რა. բայց აი რისი მიხედვით არჩევ გოგოებს ეგ მაინტერესებს რა. რისი მიხედვით და ისე გოგოებს გირჩევ რომელსაც ყავთ ძაღლი. ძაღლი რა შუაშია? აშუაშია და აი პატრონთან თუ არაფერი არ გამოგივიდა ძაღლთან მაინც კარგი რა ნუ მე კაი ხო უმროფ რა იყო. აი ზოგადად საერთოდ ჩემი დაკვირვებით ხო? ხო. იმ გოგოებს რომლებსაც ყავთ ძაღლი ან რომელიმე შინაური ცხოველი ხო აი იმათი დაკერვა არის უფრო ადვილი იმიტომ რომ ეს ცხოველები ხო უყვართ. უყვართ? ხო და კიდე უფრო უყვართ ბიჭები რომლებსაც უყვართ ცხოველები მიხვდი? კარგი წადი ახლა მოვიდა. დაგდე, არ შეიძლება. ფუ. გამარჯობა. გამარჯობა. გიცნობთ? არა, იცი თქვენ და თქვენი ძაღლი რო დაგინახეთ, ჩემი მკვდარი ძაღლი გამახსენდა და უი, რა სამბობთ? ანუ თქვენც გიყვართ ძაღლები? ძალიან მიყვარს ძაღლების მოფერება, ჩახუტება. ვაიმე მოვდეს. სამუნა რაკეთ მოიტანე გიო? მოვიტანე, მოვედი. ხო, მართლა დამავიწყდა, მე თქვა, გიორგის დედა დიდი ხანია ამერიკაში ყავს და პერიოდულად რაღაცეებს უგზავნის ხოლმე. ეს რა არის? 1.5-ია მაგ? არა, 1.5, მეორეც არის. მაგრამ რობერტიმ წამოიღო და ეთყობა შეეშალა და თავისთან შეიტანა, შევალ და გამოვიტანა. შეეშალა გიო, შეეშალა. აბა, ეხლა მოდი ვნახოთ რა მოგამოგიგზავნა დედიკო. საშინელებებს აგზავნის, წელს რა შეიცვლებოდა? მოიცადე რა, შენ ყოველ წელს ეგრე ამბობდა. შარშარას გამოგიგზავნა, ხო არის წელს მოდაში? იცი რატომიო? წელიწადში ერთხელ ხო ბრუნავს მოდა. ხო და წამოეწია წელს. ვა, ნახე, ტყემალი. ჭადის ფქვილი. ჩუჩხელა. აი მე რით ვერ მიხვდა გიორგი დედა შენ რომ მამის გამოგზავნა ამერიკიდანაც არ არის საჭირო. ეს რა არის? მე აი ეს ნახე რა რებია გიო რა მეორადები გეგონება რა მეორადები კი არა მეოთხადები. აი ეს რა არის? ვერ გავიგე, ქურქია კაშნია თუ ქუდია თუ რა? შენ ამერიკაშია წასული თუ ლილოში გიო? ნახე წერილი. მოდი რა გავხსნათ რა წერია წერილში. წერილიც მეორადებში იყიდა თუ თვითონ დაწერანე და თვითონ დაწერა. გიორგი დედიკო რა აშვრები როგორ ხარ? გიო ცოტა ჩუმა წაიკითხე რა თავი მტკივა ძალიან. გიორგი დედიკო რა აშვრები? ცოტა კიდე გიორგი დედიკო რა აშვრები? ცოტა გიორგი დედიკო კაია ის მოწყობუნებ და ეგაგი. თუმცა რა არის ვერ გავიგე ეს წერილი მარტო მე კი არ მეხება შენთვისაც არის და ჩემთვისაც და ბოლო-ბოლო უნდა წავიკითხოთ რა. ხო კაი მიდი ხო მალე ქენი რომ მალე მოვითაოთ. გიორგი დედიკო რა აშვრები როგორ ხარ? თამუნა როგორ არის?
მომიკითხე, უთხარი რომ ძალიან მომენატრა. მე დაგირეკავ და მარტო რომ იქნები ცალკე დაგელაპარაკ. ნახოთ ყავთ შინაური ცხოველი. შინაური არა, გარეული ცხოველი მყავს მამუკა. ულვაშიანებთა ჯიშიდან არის და ძმასავით მიყვარს. ისე გამიგია რომ ძაღლი პატრონს გასო და ალბათ ისიც ძალიან საყვარელია. კი, ძალიან. აი ნახეთ, ყველაზე დიდი. დიდი? აი ეს არის ჩემი ძაღლი. პუკა! პუკა, მოდი აქ. პუკა, ვაიმე. გოგოა? არა, ბიჭი. გოგოს გავს გოგოსავით ლამაზია. პუკა! მოდი აქ. იქოს ერთობა და ნუ შევაწეხეთ, ნუ დავძარდეთ. იყავი პუკა. კარგი, როგორც გინდათ. ვიფიქრე მოფერება გინდოდათ. არა, მოფერება მინდა კი. ზაღლის? იცით რა, ძალიან მინდა მოფერება, მაგრამ ხომარჯობია რომ ჯერ ჩვენ მოვეფეროთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ძაღლი პატრონს სუნით ცნობს და მე კარგად გურა. სადმე ხوار წავიდეთ? სად? არ ვიცი, გინდა ძაღლებს საჭმელი უხიდოთ ან კინოში. მოიცა. თქვენ არ მითხარით ძაღლი დამეღუპაო და საჭმელი რა გინდათ? ხო, იცით რა არის? ჩემი ძაღლისთვის კი არა, უპატრონო ძაღლებისთვის ვყიდულობ ხოლმე საჭმელს. მე რაც მორჩება იმ საჭმელით ჩემი ძაღლის საკურთხს ვაკეთებ ხოლმე და ესმის. კარგი, წავიდეთ. მაშინ ჩვენ და პუკა. პუკა, მოდი. პუკა. ჩემთან. აჰა, მორბის. ეთქობა თამაში უნდა, ხო? ძალიან პუკა. გაიგიდა რა ჭკვიანი ძაღლია. ვაიმე, სად გადავარდე? იქეთა აუზივით არის რაღაცა და ეთქობა წყალიას კი ნახე როგორ ჩახტა საყვარლად. ვაიმე. რაღაცა უცნაურად მოძრაობს. ჩაყვით, ეთქობა წლიდან უნდა ამოიღოს. ნუ გეშინიათ ძაღლებს 2 წუთი შეუძლია წყალქვეშ ყოფნა. ასამ. მაგრამ პუკა ისეთია 4-ს გაკაჩავს მე მგონი. ამოყვინთა. ტივტივებს. ტივტი ურსურავს. აი ეს უკვე მეტის მეტია გიორგი რა, ესეთი დაბალიც არ ვარ რა. არ მომაზომო ეხა გადიაქედან. არა, ჯიჯი პატარა ნამდვილად არ ხარ რა არის. რა არის გიორგი დედა შენს ორსულად გონი ვარ თუ რა არის? ან ორსულად გონი ხარ, ან გონია რომ ღიპი გაქვს. კაი, წაიკითხე მომდა. რაო? ვაი? რაო? არა, მე მგონი ძალიან სერიოზული შემოთავაზებაა. რა ხდება? ესე იგი რაო ქალბატონმა? დედიკომ? კერძო სახლისთვის ფული შეგროვებული მაქვს, მაგრამ არ მოგცემთ, სანამ შვილიშვილი არ მეყოლებაო? ხო. არა, ხედავ, რამდენი სუფლებას აძლევს საკუთარ თავს, გიორგი. რა ბარემ ისიც მოეწერა, გოგო თუ გაგიჩნდებათ, ჩემი სახელი დაარქვიო. შენთვის წერილი ბოლომდე არ წამიკითხავს? არა, გიორგი, ხედავ, გიორგი, ფაქტიურად გვაშანტაჟებს დედა შენი, რა. ნახე, შეხედე, რა ჩემთვის მარტო ორ სულის ტანსაცმელი გამოგზავნა, შენთვის კიდე ჩვეულებრივი. აბა, ჩემთვის ხوار გამოაგზავნა ორ სულის ტანსაცმელი. არ მჯერა, რა. კარგი, მოკლედ დაურეკოთ და უთხრათ, რომ არ ვარ ჯერ ბავშვისთვის მზად და მორჩება ამით ყველაფერი. ხო. მაგრამ კერძო სახლისთვის რა ვართ მზად? ვაი, ხო. კატა ხო ყავს? კატა ხო ყავს? კატა ხო? ბავშვი არა, მაგრამ მაგისთვის ხო შეიძლება რომ მანქანის ფული მაინც გამოგვიგზავნოს? არ გამოაგზავნის და მოიფიქრე ხა რა ვქნათ გიო. თამნა ჩვენ ახლა ის უფრო უნდა მოვიფიქროთ, რომ ბავშვისთვის უფრო არ ვართ მზად თუ საკერძო სახლისთვის უფრო ვართ მზად. აუ და რომ მოვატყუოთ დედა შენი ვითომ ორსულად ვარ? რა უნდა მოატყუო, ბოლოს მაინც გაიგებს. რა ვიცი, გაიგებს. რამდენი წლის არის დედა შენი? 60. კაი, ხო.
აუ გიო ისე რომ დავფიქრდეთ. ჩვენ დიდი ხანია ცოლ-ქმარი ვართ. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. თან კატასაც ხო ვზრდით, არა? ხა ბავშვაც გავზრდით რა. რატომაც არა, მეც ეგრე ვფიქრობ. ხო, რა. აი მაგალითად დღეს კატას ხო აჭამე საჭმელი ჩემო საყვარელო. დღეს შენი ჯერი იყო გიო? ჩემი ჯერი როგორ იყო, მე გუშინ წინ ვაჭამე. მერე? მოკლედ გადარჩა რა და ამოათრიეს წყლიდან კუდით. ხო მე მგონი ზურაჯობია შენ ხა წახვიდე სახში დაჟე კომპიუტერთან და ტიტველი გოგოების ფოტოები ათვალე რომ ვერ კერა ვერ აგირა ეს პირველი იყო და შემდეგ სულ ეჭველი დავკერავ რა. ვერა ზურა ვერ დაკერა. რატო? ვერა და მე ვიცი რატომაც ვერ დაკერა. მე გიშლი ხელს. შენ რა შუაში? რა შუაში ვერ დაგჭრდილობ ზურა. ჩემ პოზე არ ჩახარ იკარგები მე ხვდი. კარგი რა. კი იცი რა ჯობია შენ იქი წადი იქეთ მირჩევნია. იქით? ხო. იქით უფრო კაი გოგოები არიან. მართალი ხარ. წადი მე ტელეფონს ავიფარებ სახეზე რომ არ გამომჩნდა. კარგი რა. წავედი და მალე მივეღო. გამარჯობა. სუნამოს სუნზე მოხვედით ხო? ნიკას ნელაძე თქვენ გზადებით ხო? კი. შორიდან მეგიცანით. დაგაიარო დაგინახეთ. და საიდან ვიცნობთ ერთმანეთს? კაი მეხუბრებით. თქვენ ხო ლეგენდარული ზურათარხან მოურავის მეგობარი ნიკა ხართ? ოჰო მე ვარ კი აი ზურა ერთი წუთის წინ ლეგენდარული? აი მე ზურა მოვრის. ხო ალბათ გიცნო და არა არ მისწავს მე ვიცნობ. აი მე მიშველეთ. აჰა მე მoni მომშა. გამარჯობა, პუკა გადარჩა და უკვე დარბის. მიცანი? უკაცრავად. არა, შენ საერთოდ დაგეცნე. მე გიცანი, შენ ჩემი საყვარელი მწერალი ხარ. მე? დიახ, ყველა თქვენი წიგნი წაკითხული, სტატიაც, ფაქტობრივად თქვენი ფანია. უკაცრავად ჩემი ვინ ხარ? ფანი. სულ არ არის სასაცილონიკა. არა, რას ამბობთ? მე მართლა ძალიან მომწონს თქვენი შემოქმედება. ზურათარხან მოურავი, მწერალი. დიახ. აი ამ მომენტში ვიფიქრე ფსიქიატრს ხომ არ გამოუძახოთქო, მაგრამ შემეცოდა. ახალგაზრდა გოგო. მე გავალ დაგტოვებთ. ვაი მე გიო. წარმოგიდგენია ჩემი და შენი შვილი პატარა. ოკეი. და მიყვარ. მეც. რა დავარქვათ? არ ვიცი. მე რომ უგზარი ბიძია შევპერდი რომ თუ ბიჭი მეყოლება შენ სახელს დავარქმებ თქო? გამორიცხულია გიორგი, ნუგზარი ბიძია შემშულს არ დავარქმევ. მეგონი ჯობია ლიკა დავარქვათ. კარგი. რა უნდა ვქნათ ახლა? არ ვიცი. აბა თუ გამოიცნობთ რა უნდა ქნათ. მოდი. რა პროფესიის ბრძანდები? მკითხველი. კითხე. ისიც მე ყველა თქვენი წიგნი წაკითხული მაქვს. მოიცე, ყველა როგორ ერთი წიგნი მაქვს დაწერილი. მთელი ტირაჟი, ორ-ორჯერ. იცით, თქვენ გენიოსი ხართ. ჩვეულებრივ მოხდავს ესეთი რაღაცების დაწერა არ შეუძლია. ამას ჩემზე ამბობ? დიახ. ბოდიში უკაცრავად რო გაგაწყვეტინეთ, გააგზავნეთ. მე ცნება მქონდა. ხო. ძალიან მინდოდა თქვენი გაცნობა. ამიხდა. წამიყვანეთ რა. სად? მე ძალიან მინდა ის ადგილი ვნახო, სადაც თქვენ აი ამ არაჩვეულებრივ რომანს წერდით. იცით, მე იქ აღარ ცხოვრობ. კარგით რა, წამიყვანეთ სახლში. ჩემთან? მე თქვენ და თქვენი წიგნები. ცხოვრება სიცოცხლის გარეშე. პრინციპში წავიდეთ. წამიყვანთ? კი. წავიდეთ. ზანდით, აი ეს არის ჩემი სახლი. აი. ზურათარხან მოურავის სახლი. ხო. ზურათარხან მოურავის სამზარეულო, მისაღები და საძინებელი ოთახები ერთად. აუ ზურა შეიძლება სახელით მოგმართო. მაპატიერა გრძელი გვარი გაქვს უბრალოდ ვიღლები. კი, შეიძლება. აი მე. რა? ზურათარხან მოურავის საფერწი მანქანა. აბა ვიღლებიო.
კეთი მგაჩუქა ხო? კი. ვიცი. და ამაზე დაბაჭდე ცხოვრება სიცოცხლის გარეშე. კი. მაგარია. აუ მე კიდე იცი რა ვიცი? რა? ახალ რომანზე რომ მუშაობ და რედაქტორი არ გაცლის. ხო, საშინელი ქალი არის. სულ ხასიათზეა, ეთყობა ქმარი ვერ აკმაყოფილებს და ჩემზე გადმოაქვს მთელი ბოღმა. მაგრამ შესაიდან იცი? რო ახალ წიგნზე? დეიდა ჩემია ეგ რედაქტორი. ის საყვარელი ქალი დეიდა შენია? უკარო დავინახე ჩემი ძაღლი გამახსენდა. იმასაც ესე უყარდა სილბილი პარკში თამაშობდა ხოლმე. თქვენ იცით ერთმა იდიოტმა წევან რამის დამიხრჩო. რას მელაპარაკებ, ნამდვილი იდიოტი იქნებოდა. ხოდა ერთხელ ჩემ ძაღლსაც ეგრე მოვიდა სხვათა შორის. მართლა? კი. წვიმიანი საღამო იყო მახსოვს. იმედია ეხლა მას ბავშვის გულისთვის ვაკეთებთ რა. ხო, ბავშვიც რო გვეყოლება და სახლიც რო გვექნება გიო. მაგას გავიგებთ უფრო ზუსტად. გოგო გინდა თუ ბიჭი? გააჩნი ეხლა 64-იანი გინდა თუ 4? აი, დავიწყოთ? დავიწყოთ ხო? მე მგონი მზად ვართ ბავშვისთვის. მე მგონი? მზად ვართ ბავშვისთვის, არა? კი, რატომაც არა ხა, ამდენი ხნის ცოლქმარი ვართ ბოლო-ბოლო, კი? ხო, ახლა მაგას არ ვამბობდი მეც. ამდენი ხანია ცოლქმარი ვართ და მზად ვართ, არა? არა, კი, როგორ არა? ხო. არა? არა, კი, აბა რა. არა? არა, კი. კი, მზად ვართ, კაი. მაშინ დავიწყოთ. კაი. არა, ოფ. აი ეს კატა რომ მიყურებს მცხვენია რა. კაი, 2 თვისა ვერ გაიგებს ჯერ. რა ვიცი, ეხა ფსიქიკაზე რომ იმოქმედოს მერე. წამო რა, ოთახში გავიდეთ რა. მე იქ დედა შენი სურათი რომ მიყურებს იმისი მცხვენია. მაშინ აბაზანაში შევიდეთ? აბაზანა ისეთი პატარაა, რიგრიგობით მოგვიწევს შესვლა და ესე არ გამო. რა ვიცი, მაშინ სამზარეულოში? სამზარეულოში? ხო, კაი. კაი. რა ხდება? რა ხდება? ეს საათი 12 წელია გაჭრებულია, რატო დარეკა ეხა? ვაიმე, მე მგონი ნიშანია გიო. ხო, ნიშანია, საათმა გვითხრა რომ 10 საათი გახდაო. არა, სხვა რაღაცას გეუბნები, ეს ნიშანია საათი, გვეუბნება რომ არ ხართ ბავშვისთვის მზათო. ეხა ეს ძვირიანი საათი კია, მაგრამ არ მგონია რომ ამხელა ინტელექტი კონდეს თამუნად. მეც სულელეს ვამბობ. ხო, კაი. უპასუხე, მიდი, უპასუხე. ალო. ხო, ნუ გზარბიძე. ხო, რა ვიცი ვართ რა, აი მე და თამუნას პატარა ოჯახური რთველი გვაქვს. ან დედა ჩემი შეგვპირდა რომ თუ კარგვინოს დააყენებთ, სახს გიყიდითო, რა ვიცი. ხო, მოკლედ, ცუდრო და ვერ გამოვალ. ცუდროს მირეკავთ ახლა. ხო, რაღაცა იქ. არა, არც 5 წუთში არ გადმორეკოთ. არც 10 წუთში და არც 9 საათში. არა, კაცო, რა სიყვარულობანას ვაპირებთ. არა, კარგი ნახვამდის, მოკლედ, კარგად. საიდან იცი ამდენი რაღაცა ჩემზე? მოიცა. კეთი ხარ? თეონა, ხო. ყავას დალე? ყავა, მოიცა, შენ მეკითხები თუ მე გეკითხები? მე. პრინციპში ხო, დავლიოთ ყავა, დავლიოთ. ის ხო, ყავა კარადაშია. და ჭიქები ხო გასკურასთან არის. შაქარი მეორე კარადაშია. და მადუღარაც ხო, პრინციპში გეცოდინება მადუღარაც. ჩემი ნაჩუქარი მადუღარა? ნაჩუქარი არა, იცი რა, წიგნი რომ დავწერე, რომ გავყიდე იმ ფულით მადუღარა ვიყიდე. მე ვინ იყიდა ეგ წიგნები? ხო. ზურა. რა? რაღაც მინდა გითხრა. რა? მე 2 წლით ვარ შენზე უფროსი. ეგ არაფერი. და იცი, ხლაზე ფიქრობდი? რაზე?
როგორ ცხოვრობდი დედამიწაზე შენ არის გენიოსის გარეშე ისოლიზე? იცი რა, თეონა, კომპლიმენტები უკვე აღარ მომწონს. დაჯექი აბა, დაჯექი და მითხარი კიდე რა ისი ჩემზე? რა? სალომე ყავშვილი? სალომე. კარგად სწავლობს. კარგად სწავლობს. მამუკა ნერვებს გიშლის. მიშლის. კეთი? უი, კეთი როგორ არის მართლა? კეთი? არა. აქნა იმ ამბავზე მანქანასთან დაკავშირებით მოიგოს. მოიცა. საიდან იცი კეთი რას საქმიანობს და რა საქმეს აწარმოებს? არაფერი, უბრალოდ ადვოკატურაში მყავს ნაცნობი და აჰა, და სალომე და მამუკა? კარგი ახლა. რა? არ მითხრა რომ აქ მარტო მაგის მაგაზე სალაპარაკოთ. ამოვედი. მარტო სალაპარაკოთ. თეონა. მიდრო იყო ახლა. აბა. ხო. გაშვები. ერასოდეს ვერ წარმოგიდგენთ სადღაც. არა მინდა მან. რა? არა. სურათ ახლა მოურავი სახლ-მუზეუმში. ნაკირავებ სახლ-მუზეუმში. კი. ძალიან. რა? მოიცე. კი. მე კარგი რა. გაიხარე ვიც დაუღეკე რა. ნიკა მე მგონი მეშველა. კეთი. პრინციპში რა, კეთი როგორ ხარ? ჩემთან მოდიოდი თუ ლევან თოდუასთან და ისევე შეგეშალა? შენთან მოვიდიოდი და შეიძლება რომ შემოვიდე. ვერას მეკითხები, ლევან თოდუას კითხე, თუ პრობლემა არ აქვს, შემოდი. რეგე ნუ ლაპარაკობ, გულს მტკენ. მართლა? გულიც გაქვს, არ ვიცოდი. იმდენად გითხარი, ყველაფერი მოგატყუა. მოიცა, ყველაფერი მომატყუე? ხო. ესე იგი, რაშვები როგორ ხარ, რას დაყუდებულ ხარ მანდ, სადიპოვე ამდენი ტალახი ეს ყველაფერი მომატყუე? კაი, დაწყნარდი. ვერ დავწყნარდები, არ შემიძლია. ვერ მოვახერხებ. სურა, გიჩეთ მისცი ძალიან მაგარი. მოიცა, შენ საიდან იცი რომ თმამ ცვივა, რა იყო მეტყობა? სურა, ეს ვინ არის? ხო არ ჯობია რომ დავიძინოთ რა. რა? ხო აი წარმოიდგინე ბავშვი რო გვეყოლება, მე ვეღარ დავიძინებთ ხოლმე ხშირად თამუნა. ბავშვი დიდი ყურადღება ჭირდება და ბევრი და აღარ გვექნება მე მაგის დრო და ჯობია რომ მაგრა გამოვიძინოთ ეხა გიო რა. ჩვენ არ ვართ ბავშვისთვის მზად რა. ხო. და არც კერძო სახლისთვის. კერძო სახლისთვის? არა, მე მგონი ვართ მზად ბავშვისთვის. ბავშვისთვის მზად ვარ. კი. ხო იცი რა ვქნათ? ტელევიზორი ჩავთოთ, იქნება რამე ისეც უყუროთ, რომ ხო, მიდი აბა. ავენთოთ. სად არის პუნქტი? არა, საინფორმაციო არ გამომადგენ. არც სპორტი, მით უმეტეს საქართველოს ჩემპიონატი. ეს არის ამინდის პროგნოზი. გააჩნია როგორი ამინდია. ქარია. აი მაშინ ცეკვანი ვარსკვლავები ჩართე. ხო არის მოწკეცილი ტანსაცმელი და მოკლე კაბები, მიდი. იქნებ რამე. რა არის ხა რატოა ქართული ცეკვების ტური რა? აბალახი აზიატსკები და ჩიხტიკოპი არა სექსუალური? აი რა. კეთი! როგორ ხარ? ზურათ ახლა მოურავის მეუღლე კეთი ხო? მე კარგად ვარ, მაგრამ თქვენ ვინ ხართ? ეს არის თეონა, ჩემი და ჩემი შემოქმედების მოყვარული. ყველაფერი გასაგებია, მეტყობა ცუდ დროს მოვედი. არა, როგორ გეკადრება ძალიან კარგი დროს მოხდით. დაბზანეთ, გეხვეწები რა. აი ამ გენიოსთან ერთი ფოტო გადამიღე. აი მან დააჭირე რა. ზურა, შენს გაიღიმე. კარგად ვართ? ზურა! რა? მანახე. მოიწადე. აქ რაღაცა ცოტა. არა, ზურა კი კარგად არის, მაგრამ მე მგონი მე ცოტა ვერ გეხვეწე. კარგი რა, წავედი მე რა და თქვენ გააგრძელეთ. მოიცა, კეთი, მოიცა, რის მასაპირებდი რა უნდა გეთქვა მიხარ. არა აქვს უკვე აზრი, აღარ აქვს გვიან. არ არის გვიან, გულწრფელობა არასოდეს არ არის გვიან და ყოველთვის აქვს აზრი. ზურათ არ ხარ მოურავი, ცხოვრება სიცოცხლის გარეშე, გვერდი 76 77. კეთი, მოდი აბა გაჭიქი და მე გისმენ. ესე გულისყურით და ინტერესით არავისთვის არ მომისმენია. გისმენ. ცალკე ამას ყურადღებას ნუ მიაქცევი. ამან ყველაფერი იცის წინასწარ რა იქნება და ეხლა რაზეც ვილაპარაკებ, თეგეც იცის. ხო. კარგი, ჯანდაბას.
იმ დღეს ის მესიჯი ლევან თოდუას კი არა შემოგწერე. მე ჩემთან რომ მოხვედი მინდოდა რომ ყველაფერი მე თქვა, მაგრამ დავიბენი ვერ გავბედე. მე რაც გავშორდით. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივხვდარიყავი შენ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და ძალიან მიყვარხარ. გაიგეთ ეს რამ თქვა? მოიცა. ამას ყველაფერს მე პირადად ზურად არხან მოვრავს მეუბნები? ხო. მოიცა, თვალი ხარ ხო? ისევე თვალი. აბა თვალი ვიდახუჭე და ცხვირთან მიიტანე თითი? კარგი. მიიტანე. ფრიზელი. სურა აკოცე. აუ, შენ დავაი რა. მოდი, ჩემო სიყვარულო, აი მე. მოდი. ქუთაისის კოდი რობერტ. უიმე დედა. რა ხდება? რა ქუთაისის კოდი რობერტ, როდის შემოხვედი? ეხა ბოდიში მე მგონი ცუდ რო შემოვედი, ხო? არა, კი. თუ ცუდ რო შემოვედი, მითხარი. მოგითხრათ, გახვალ, ხო? ხვალ რაღაც. პროსტა ვიკითხე, ცუდ როს ყوار შემოვედი თქო. დაბახარ თამონია. გადასარევად რობერტ, რაც შემოხვედი, მას მერე უფრო უკეთესა. მიყვარს ვაგიტო. ხარი რო გავიდეს. აი. ალო, ბაძუ, გამეთიშა წენა და. რობერტ. ერთი წუთი. მე და თამუნა ეხა დაკავებულები ვართ რა, ხო ხვდები და გადი რა შენთან ილაპარაკე. მაგაზე ნუ ნერვი უყურებ შენ. მე ხო უნივერსიტეტში ვსწავლობ უკვე. ანუ 18 წლის ვარ და შეიძლება ჩემთვის ასეთი რაღაცების ყურება. ნორმალია, რა დებია. გადი და შენთან ილაპარაკე მაგ ტელეფონზე რა. ერთი წუთი ბაძუ. ჩემთან ვერ ვლაპარაკობ, თორნიკეს აქ ბოქსი ჩართული და თან ზღანხმა მაღალზე აქვს აწეული და სხვასაც ვერ ვაკეთებ ვერაფერს იქ. ხო. არ მაცდის და რა ვქნა აბა. ბიჭო, ჩაუწიე მე ტელევიზორს და ისე ილაპარაკე შენ ოთახში, შენ სახლში. ერთი წუთი. ცადე და უარესია, თორნიკემ დაიწყო, მე თვითონ კომენტატორობა. ხო. აბა სად მექნება ახლა ფული სტუდენტი კაცი ვარ მე და განაირად. ხო რა კი? რა ვარ მინდა. ხაბელია. რობერტ. ერთი წუთი ახლა მართა ბაძუ შენ. შენ კაი კაცი. კაი აბა გიო, კაი ხარ აბა. შენ? რა, ბიჭო. აქამდე მე ხომ მარტო ესათილარი. შენ მინახე. გამომართვი კიდე 10 ლარი და წადი. 100 არ ჯობია ბიჭო. ბიჭი რა? რა საკეთე ბიჭო? ხო გაგიგია შენ შორი გზა მოიარე და შენ მშვიდობით მიდიო. ახლა სუსტად გამომელია კიდე ისათილარი. აი ეს 20 ლარი გამომართვი. და წადი ახლა სადარბაზოც სამლაჩენდე. მიდი ახლა მოვუწი აქედან. კაი, მადლობა, დიდი და ისა ტელეფონისთვის ვიყავი მე შემოსული და ხელს თუ გეშლით წაიღე. კაი. ჩემთან იქნება, ხო კაი. აბაძუ, პოლიკი. დამრებს რა ეს მე. მოდი გაჩერდა. აი ხო. ვიღა. ვინც არ უნდა იყოს გიორგი, არ დავინახო არავინ ამ სახში შემოსული. არა. ნიკა შენ ხარ? გიო რა ბიჭო მომისმენი ის რა ქვია ზროსთან ვერავედით რა ამ უკამარ შეგვიშვა და თამუნა თუ არა სახს ცოტა ხანი დარეკვა მინდოდა მაგრამ დამიჯდა ტელეფონი აუ ნიკო შეიძვინი რა ეხა არ გამოვა მეც მაგას ვაპირებ ზუსტად რა ხო ხდები არა ამე კი არა გიო ეხა არა ჩვენ რა შუაში ვართ კაცო თამუნასთან მეთქი რა ხო ანუ ვერ შევალთ არა თუ ბავშვს გააჩენთ და მე ჩვენ დაგვიტოვებთ, მაშინ ჩვენ წავალთ. არა. კაი ხო გიო, კაი ვიზავთ კაი. კეთი. ესე იგი შე როცა მოგინდება მაშინ უნდა დავშორდეთ და როცა მოგინდება მაშინ უნდა შევრიგდეთ? კარგი თუ არ გინდა შერიგება? არა, მომისმენე მინდა დაჯექი, იცი?
მართლა ძალიან მიყვარხარ. ძალიან. მეც ძალიან. არა, უყურე, მე რაც კი ქვეყანაზეც სიყვარულები, აი ყველა რომ გააერთიანო, იმაზე მაგრამ მიყვარხარ. ხო და მე აი ეგ სიყვარულები რომ გააერთიანო და ზემოდან შენი სიყვარული დაუმატო, აი იმაზე ძალიან მიყვარხარ. ეხლა მომისმინე, მე galaktika რო გააერთიანო, დავწერა, ანუ მე მთელი galaktika თავის მზიანად რო გააერთიანო, აი იმ სიყვარულზე უფრო მაგრამ მიყვარხარ. მე უფრო მიყვარხარ. მე უფრო მიყვარხარ. მე რო ვიცი რომ შენ გიყვარო, მე უფრო მიყვარხარ. კარგი, შევთანხმდეთ, რომ ორივეს ერთნაირად გვიყვარს ერთად, იყო მე ცოტათი უფრო მეტად. კარგი, ახლა არ დაიწყო თავიდან რა. აუ, ზურა. რა. რო ვიცი ჩვენი ამბავი, რა იქნება, არავინ არ იცის და მოდი ჯერ დავის ავიწყოთ. საერთოდ არავინ? არა. მე გიტყვი მარტო შენ. და მე გეტყვი მარტო შენ. მიყვარხარ? მეც მიყვარხარ. თითქოს ყველაფერი კარგად უნდა დამთავრებულიყო და ბინამდე და ბავშვამდე კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადაედგათ გიოს და თამუნას, მაგრამ გავგიჟდი რა, არ შემიძლია რა, ვერ მითხარი რომ კატავ ჩხაპნიდა ზურგზე, მე კიდე შენ მეგონი. გაცნარდი ახლა. არ შემიძლია რა. თელი საღამოა სულ რაღაცა გვიშლის ამ სახში ხელს. ვერ ვაკეთებთ, ხო ხედავ? მე მგონი ამ სახლის ბრალია გიო ყველაფერი რა. მოიცა. მე ვიცი რაც უნდა. ნაკუგე ვერავინ ვერ შეგვიშლის ხელს. არა? ხო, ძალიან კარგად მოიფიქრე გიო. კაი, მოდი დავიწყოთ. მოდი. გამარჯობათ. უკაცრავად, მაგრამ უნდა გადმობძანდეთ. რატო? დაჯარიმებული ხართ. რა დაჯარიმებული ვარ, შეგაული.